მისი უწვენესობა იყო საოცარი ადამიანი რა. როცა დავინახავთ ხოლმე მისი უწვენესობა დაბლარი, ეგრევე გავბოდი ხოლმე რომ კურთხევა ამეღო. მაშინ ვახსოვს რომ ვისხედით იქ რაღაცას მონაზონებით იქ იყვნენ და რაღაც საუბრობდნენ და ასეთ რაღაცა თქვა რომ მე ვარ გარდავიცვლებიო, მაგრამ ეს იყო კაი დიდი ხნის 1-25-26 წლის წინ. მაშინ თქვა რომ მე ვარ გარდავიცვლებიო. თქო შეგიძლიათ მომმართოთო და მე ვარ სურვილს შეგესრულებთო რა. საოცარი ადამიანი იყო რა. ჩემთვის პირადად ჩემთვის დავარწმუნებული ვარ მილიონობით ადამიანისთვის ეს იყო წმინდანი ადამიანი, წმინდანი, რომელსაც ქონდა უზომო სიკეთე, უზომო სიყვარული ადამიანი, სხვა შორს ეს იყო საოცარი რაღაც. არასდროს მე ანტრესოლში ვიჯექი და თითქმის ყველა მის შეხვედრას ვესწრებოდი ჩემდაუნებურად. იმიტომ რომ გახსნელი იყო სივრცე და მე ვიმუშაობდი და მესმოდა ყველაფერი. არასდროს არ მახსოვს როგორი ისეთი შეშფოთებული, როგორი წინააღმდეგობრივი ადამიანებიც არ უნდა მისულიყვნენ მასთან ურთიერთ სანახავად. არ მახსოვს რომ ვინმეს როდესმე რაღაცა ან უკმეხად, ან ზევიდან, ან ისე დალაპარაკებოდა. ყოველთვის ადამიანს ელაპარაკებოდა იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლიდანაც ის ადამიანი მიდიოდა. არასდროს არ ბრაზდებოდა, ყველაფერს პატიობდა. ეს ადამიანი იყო ადამიანის მოყვარე, კაცთმოყვარე და ძალიან კეთილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარია ქრისტიანისთვის და ჩემთვის ეს ადამიანი წმინდანი იყო.